ტატიშვილის ქუჩაზე მის საცხოვრებელ სახლთან ქრონიკა პლუსის დამფუძნებელი დღეს დილით დააკავეს. გრიგოლ ლილუაშვილთან და ოთარ ფარცხალაძესთან ერთად ჟურნალისტს პროკურატურა კოლ-ცენტრის თაღლით ურსაქმიანობაში და ფულის გათეთრებაში ადანაშაულებს. სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლებმა ელისო კილაძე დაკავების შემდეგ გენერალურ პროკურატურაში გადაიყვანეს. რამდენიმე საათის შემდეგ კი რუსთავის დროებითი მოთავსების იზოლატორში შეასახლეს. ელისო კილაძის საცხოვრებელ სახლთან დღეს დილიდან მობილიზებულები იყვნენ სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლები და გენერალური ინსპექციის გამომძიებლები. 6 საათიანი საგამოძიებო მოქმედებების შედეგად კილაძის სახლიდან ამოღებულია მისი და მისი ოჯახის წევრების კომპიუტერული ტექნიკა, 3 მეხსიერების ბარათი, მობილური და თანხა უცხოურ ვალუტაში, თუმცა რაოდენობას ადვოკატი არ აზუსტებს. ბლოკნოტები ამოიღეს, ფლეშკა 2 ცალი, თუ 3 ცალი ფლეშკა. და ოჯახის თანხა, რომელიც მეუღლემ დაადასტურა, რომ მისი თანხაა ესა, რაოდენობა დიდი არ არის, მაგრამ თავ შევიკავებ რაოდენობისგან. გამოძიება მოგეცხადე. ეს ქართულ ვალუტაში, უცხოურ ვალუტაში? უცხოურ ვალუტაშია, მაგრამ დიდი თანხა არ არის, ახლა ესეთ თანხა რო სალაპარაკო იყოს. მე რაც ვნახე, ჩხრეკის ოქმი, ჩხრეკის შესახებ სასამართლოს განჩინება და ინფორმაცია, რაც პროკურატურამ გააკეთა, მიმაჩნია, რომ ჯერჯერობით სადაც წყალწ. ელისო კილაძის ადვოკატები მის დაცვის ქვეშ მყოფის კოლ-ცენტრებთან კავშირს გამორიცხავენ. ახლა ისინი საქმის მასალების გადაცემას ელოდებიან, რის შემდეგაც საგამოძიებო უწყება დაკავებულ ჟურნალისტს გამოკითხავს. მანამდე კი მისი პირველი გზავნილი ადვოკატმა უკვე გაავრცელა. ჟურნალისტი მედიისთვის გამოგზავნილ წერილში თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს. ოთარ ფარცხალაძესთან ნაცნობობასაც გამორიცხავს, ამბობს, რომ გიორგი მიქაძე პროცესზე გაიცნო. დავით მიქაძესთან მეგობრობას კი ადასტურებს. ის მის დაკავებას უცნების მაღალჩინოსნების მხილებას უკავშირებს, მათ შორისაა სუსის მოქმედი უფროსი მამუკა მდინარაძე. კიცებლები და საქმის მასალები არაფერი არ გამოგჩემია. სავარაუდოდ როგორც გამოძიებასთან შევთავაზე, ხვალისის გადმომეცემა მოცულობითია საქმე 20 ტომია და უნდა გავიცნოთ. და ქალბატონი ეგისო გადაყვანილი რუსთავის დროებითი მოთავსების იზოლატორში, გამომდინარე იქიდან, რომ თბილისში არ არის ადგილები. ელისო კილაძის დაკავებას წინ უძღოდა ბიზნესმენ ბენ ანორის სარჩელი, რომლითაც ის ელისო კილაძეს იმ ქონების მითვისებას ედავება, სადაც ქრონიკა პლუსის ოფისია განთავსებული. ბენ ანორი პროკურატურის მიერ დაწყებულ სისხლის სამართლებრივ საქმეშიც ფიგურირებს. კოლ-ცენტრების საქმეშია ჩართული გივი ჯიბლაძეც. სწორედ ჯიბლაძისა და ელისო კილაძის ფარული ჩანაწერი გაავრცელა რამდენიმე დღის წინ ბიზნესმენის ადვოკატმა, სადაც კილაძე გივი ჯიბლაძეს კონკრეტულ ქონებაზე და კოლ-ცენტრებზე ესაუბრება. საბოლოო მომენტში ავახიეთ ეს არავქვიან წილი თქო რა, რომელიც გასხისებასაც აპირებდა და ქუჩაში რჩებოდნენ, აყირავდა რაღაცნაირად თქო. დაითრია მე მგონი სულსმა თქო და просто ბოლო მომენტში ავახიეთ ეს არავქვიან წილი თქო რა. ანუ გამთავის გოგოს ამბავზე რომ შემოხდა ხო და ეკა ხერხეულიც და რაღაცა ამბერდი რომ მომიყვა, მაშინ უთხარი რომ მე ვთქვარი ძალიან ობიექტურად შეფერხებები, იმიტომ გქონდა მეთქი რომ ბენი აყირავდა რაღაცნაირად თქო. დაითრია მე მგონი სულსმა თქო და просто ბოლო მომენტში ავახიეთ ეს არავქვიან წილი თქო რა. კოლ-ცენტრების თემას რომ მივაბა, ეს როგორ მივაბა, просто მითხარი ვიღაცები ვინ არიან დაჭერილები. კოლ-ცენტრების თემას რომ მივაბათ. ეგ არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ მაგ გააბაზროს მაგან ჩვენი კონფლიქტი სიტყვაზე და რაღაც არასწორად გაიტანოს გარეთ ბენმა. ვიტყვი რომ ბოლო მომენტში გავარკვიოთ, რომ კეზერაშვილის კოლ-ცენტრების ბიზნეს პარტნიორი იყო თქო. საქართველოს პროკურატურამ სისხლის სამართლებრივი დევნა უცნების ყოფილი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ ამჯერად სხვა საქმეებზეც დაიწყო. პროკურატურის მიერ დანაშაულებრივ ჯგუფში სუსის ყოფილი უფროსიც გრიგოლ ლილუაშვილიც მოიაზრება. ერთ დროს ოცნებისთვის სანდო კადრი ახლა დაკავებულია და მას გამოძიება 4 სხვადასხვა ეპიზოდს ედავება, მათ შორისაა კოლ-ცენტრების მფარველობის საქმე. რომლისენია განცხადება როდის გააკეთეს ეს განცხადება, ვიცი, ქალბატონ ელისოზე გაკეთებული განცხადება. ანუ მოდი ეს რკასპროლებში შევაფასებთ, რომ არ მომისმენია განცხადება. მე შემიძლია მხოლოდ გითხრა, რომ ბატონ გრიგოლ ლილუაშვილის მიმართებაში რაიმე ახალი ბრალდება ამ ეტაპისათვის არ არსებობს და წინამდებარე საქმეზე ვერ გეტყვით, იმიტომ რომ სრულად არ ბრიფინგი მომისმენია და მithumetes სისხლის სამართლის საქმეში, რომელსაც არ ვიცნობ, კომენტარს ვერ გამოგეთია.
ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე წარდგენილი ბრალის შემდეგ კი ყოფილი გენერალური პროკურორის სახელი და გვარი უკვე კოლ-ცენტრების საქმეშიც გამოჩნდა. ოთარ რომანოვ-ფარცხალაძეს საგამოძიებო უწყება საკუთარი გავლენების მეშვეობით კოლ-ცენტრების დანაშაულებრივი საქმიანობის მფარველობას ედავება. მისი ადვოკატი ფორმულასთან ინტერვიუში ამბობს, რომ არც პროკურატურაში გამართული ბრიფინგი მოусმენია და ვიდრე საქმის მასალებზე წვდომა არ ექნება, შესაბამის კომენტარს ვერ გააკეთებს. ამ ეტაპზე მასალა ვერაფერს ვერ გეტყვით. მასალებს ველოდები ზარს, ავიღებ მასალებს და ამის მერე შეგვიძლია გარკვეული სახის ინფორმაცია მოგაწოდოთ. ამ ეტაპის შესაძლოა რომ შეგიყვანოთ, მეჩვენია რომ ჯერ მასალებს ჩავხედოთ და მერე ვისაუბროთ. აი წარმოგიდგენთ რომ მასალებს არ ვცნობ და შესაბამისად აი რა სახის კომენტარი სამართლებრივი შეიძლება გავაკეთოთ, ხო? ამიტომ დაველოდოთ მოდი მასალების გაცნობას. ყოველი შემთხვევისთვის მაქვს მოლოდინი რომ საგამოძიებო ორგანო შეგეხმიანება აეროთ მასალებს და ამის მერე ვისაუბროთ ნებისმიერ სამართლებრივ საკითხს. ბრალის დადგენილებას არ ვიცნობთ. შესაძლოა როგორ გიქნა. ბრალდებული 10 პირიდან დანაშაულებრივი ჯგუფის მონაწილედ პროკურატურა დავით მიქაძესაც ასახელებს. ძმებ გიორგი და დავით მიქაძეებს სახელმწიფო ბრალდება ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზებას ედავება. მიქაძეების ადვოკატი მის დაცვის ქვეშ მყოფთან დაკავშირებულ მორიგ საქმეზე სისხლის სამართლებრივ დევნას მიმდინარე გამოძიებას უკავშირებს და საქმეზე მტკიცებულებების არარსებობით ხსნის. ხალხბრალდების დადგენილებას უკავშირებთ იმას, თუ როგორ მიდის ლევან ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზების პროცესები. უკვე ბოლო რამდენიმე პროცესია ბრალდების მხარეს პირდაპირ ვთხოვთ წარმოადგინოს მტკიცებულება, რა შეიძლება გქონდეთ გიორგი მიქაძის წინააღმდეგ, რაც ჯერჯერობით ვერ მოვისმინეთ. აქედან გამომდინარე ვფიქრობთ, რომ ეს ახალი ბრალდება გზაში მაშველად წამოიწია ბრალდების მხარისთვის. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში ელისო კილაძეს და მასთან ერთად 6 პირს 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. კივი ჯიბლაძის, ბენ ანორის, თორნიკე ჯანელიძისა და გიორგი კამლაძის შემთხვევაში კი პროკურატურა სასამართლოს გირაოს შუამდგომლობით მიმართავს. სახელმწიფო ბრალდების მტკიცებით მათ გამოძიებასთან ითანამშრომლეს და საჭირო ინფორმაცია მიაწოდეს.